სერხიო აგუერო თუ მარიო კემპესი? მერეა. ბატონო გიორგი. რა მძიმედ დაიწყო. იცი რა არის, მარიო კემპესის დამსახურება ისეთია არგენტინის ნაკრების წინაშე, რომ აი უშუალოდ ნაკრების პერსპექტივიდან რომ გამოხვიდე, კემპესი უფრო დიდია ვიდრე სერხიო აგუერო. ასე რომ მარიო კემპესი. მე აგუერო მგონია რომ უფრო მეტი შეეძლო ტრამები რო არა, უფრო მაგარი უნდა ყოფილიყო. მიხედვით იმისა, რომ აგუეროს მეტი გოლი აქვს გატანილი. ხო, მაგრამ ნეიმარსაც მეტი გოლი აქვს გატანილი პელეზე. ის ისე აღნიშნა ფაქტად აღნიშნა. მარიო კემპესი თუ ერნან კრესპო? ასევე კემპესზე უნდა დავრჩი. მე კრესპო ძალიან მევასებოდა, მაგრამ მარიო კემპესი თუ ლაუტარო მარტინესი? კემპესი. მარიო კემპესი თუ ხულიან ალვარესი? კემპესი. მარიო კემპესი თუ ალფრედო დი სტეფანო? ეხლა როგორც არგენტინელი არ ვიცი. რატო როგორც არგენტინელი კემპესი უნდა დარჩეს ისევ, მაგრამ როგორც არგენტინელი კემპესი უნდა დარჩეს, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, ხო, როგორც ფეხბურთელი ვერა. არგენტინისტვის კემპესი უკვე დიდია, მაგრამ დი სტეფანო ხო, დი სტეფანო არ თამაშობს. ძალიან რომ არ გაიწეულს. დი სტეფანო იყო. დი სტეფანო თუ გადასვლა ძალიან ისეთია, გონსალო იგუაინი. დი სტეფანო. დი სტეფანო თუ გაბრიელ ბატისტუტა? ნუ ხა დი სტეფანო უფრო დიდი იყო. მაგრამ აქ როგორ ვარჩევ, ვინ უფრო მაგარი იყო? შენ ხო? ხო, ნუ დი სტეფანო უნდა თქვა მაშინ. მაშინ დი სტეფანო მოიგებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დი სტეფანო და მარტინ პალერმო დაგვჭა ასევე დი სტეფანო და კლაუდიო კანიჯა, დი სტეფანო და დიეგო მილიტო და დი სტეფანო და მაურო იკარდი. აი ეს ფორვარდი. თუ ჩემ ფავორიტზე არის ლაპარაკი? კი ბატონო. თუ ჩემ ფავორიტზე არის ლაპარაკი. მე მევასებოდა დიეგო მილიტო ძალიან მაგრამ. აი, იმენა როა იყო, აი ამ ფორვარდებიდან, აი ვინ არის შენი ფავორიტიო, რომ მკითხო, დიეგო მილიტო მევასებოდა ძალიან მაგრად. და მგონია რომ ინტერის იმ სეზონში ტიპმა რაც ქნა, რავი, ანუ ძალიან მარტივად საუკრასპურთე სეზონი ჰქონდა, რომ არ ყოფილიყო სხვა გარემოებები და მარადონამ რო არ ათამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და რაღაცა სკამის ხეხავა წაიყვანა, იგუაინი ათამაშა, მიუხედავად იმისა, რომ იგუაინმა 4 გოლი შეაგდო მსოფლიო ჩემპიონატზე, მგონია რომ დიეგოს ეგ სეზონი არის ძალიან underrated. როა იყო, რა მნიშვნელობების გოლები აქვს გატანილი და რა მოუტანა მისმა გოლებმა ინტერს. ყველა ტურნირი, სამივე ტურნირი მაგისი გოლით მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორივე გოლი მაგან შეაგდო, იტალიის თასის ფინალში მაგან შეაგდო რომასთან და ჩემპიონატში გადამწყვეტი ბოლო ტურის გოლი მაგან გაიტანა. ხო და დიეგო მილიტო კიდე ბევრი გოლი გაიტანა. რადგან არ უთამაშია ესეთ კლუბებში რა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ყავს სოფლიოში. ხო, სარაგოსა, ჯენოა და მე ინტერი იყო. ხო, და ახლა იმ სარაგოსაშიც მახსოვს რეალი არაერთხელ. არა, მაგარი იყო ძალიან, სარაგოსაშიც მაგარი იყო, ჯენოაშიც მაგარი იყო. ძალიან კაი. ინტერში ტიპმა რაც ქნა, აი ხო მახსოვს რა, ძალიან კლასნი იყო რა, აი ძალიან კლასნი იყო. მაგრამ მე ვასწავლე. ბატისტუტას თამაში მე ისე არ მახსოვს. კრესპოს თამაში მახსოვს და კრესპო ძალიან. ჩემი ფავორიტი მათ ბატისტუტაა, რა თქმა უნდა.